ლიბანი არის იშვიათი სახელმწიფო, რომელიც არის კონფესიონალისტური სახელმწიფო. მისი პოლიტიკური სისტემა მოწყობილია ქვეყანაში არსებული რელიგიური დენომინაციების მიხედვით. 1990 წელს დაიდო ტაიფის შეთანხმება, რომელმაც დაასრულა ლიბანის 15-წლიანი სამოქალაქო ომი, რომელიც საკმაოდ დიდი თემაა და მას მე არ შევეხები ახლა. ამ ტაიფის შეთანხმებით ქვეყანაში არსებულმა რელიგიურმა დენომინაციებმა მიიღეს თანაბარი პოლიტიკური ინსტრუმენტები, პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ძალაუფლება და პოლიტიკური სისტემა დანაწილდა მათი, ასე ვთქვათ, მიხედვით. 1/3 მოსახლეობის არის შიიტი ლიბანში, 1/3 დაახლოებით არის სუნიტი, 1/3 ქრისტიანი მარონიტი და ამ სისტემის მიხედვით პრეზიდენტი ყოველთვის იქნება ქრისტიანი მარონიტი ლიბანში, პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იქნება სუნიტი მუსლიმი და პარლამენტის სპიკერი, თავმჯდომარე ყოველთვის იქნება შიიტი მუსლიმი. ოღონდ ის უნდა ვთქვათ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა ლიბანი. ეს მოცემულობა სამომავლოდ გამოიწვია ის, რომ მართლობითი სისტემა ლიბანში არის პარალიზებული, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის პარალიზებული, გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი ეს რელიგიური დენომინაცია საკუთარ ინტერესებს სხვის სანაცვლოდ არ თმობს, ანუ ყველას სურს, რომ რაღაც საკუთარი დღის წესრიგი დააყენოს, ამიტომ ვერ ხდება კომპრომისი და კონსენსუსური მართვის პრინციპის დანერგვა ლიბანში. ყველაზე ეფექტური მართლობის თვალსაზრისით ეს არის ზუსტად ეს შიიტური ნაწილი ლიბანში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ წარმოადგენს ორგანიზაცია ჰეზბოლა და მის ეს სამხედრო ნაწილი, მათ როგორც ვახსენე აქვთ საკუთარი სოციალური მომსახურების, ჯანდაცვის მომსახურების ინსტიტუტები, ხოლო დანარჩენი სუნიტური ქრისტიანული ნაწილი ლიბანის არის პრაქტიკულად პარალიზებული და თვითონ ქალაქ ბეირუთშიც სახელმწიფო ადმინისტრაციულ მართლობასაც ვერ ახორციელებს, აი სოციალურ პროგრამებს იქნება ეს იქნება რაღაცა საქალაქო მომსახურებები, ესეც პარალიზებულია, ის იქნება ნარჩენების გატანა, ელექტრომომარაგება და ასე შემდეგ.